საქართველოს უნივერსიტეტში დღეს გაცნობითი შეხვედრა გაიმართა იმ ადამიანებთან, ვისაც პოლიტიკური ზეწოლის გამო სამსახურის იძულებით დატოვება მოუწია. Ამ დროისთვის ისინი უკვე ერიცხებიან უნივერსიტეტის თანამშრომლებად. საქართველოს უნივერსიტეტმა კამპანია გაემიჯნეს ფარგლებში ჯერ კიდევ 2 თვის წინ გამოყო 200,000 ლარიანი ფონდი, რის ფარგლებშიც საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირებს შესთავაზა შრომითი ანაზღაურება უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ სამუშაო სივრცეში. ინიციატივის ფარგლებში 10 ადამიანი დასაქმდა. საქართველოს უნივერსიტეტი ახორციელებს პროექტს გაემიჯნე, რაც გულისხმობს იმ საჯარო მოხელეების, მოსამსახურეების დასაქმებას საქართველოს უნივერსიტეტში, ვისაც მოუწია დატოვება თანამდებობით, ვისი გათავისუფლებაც მოხდა. დღეს ჩვენ დავასაქმეთ 10 ასეთი ადამიანი, მოუწოდებ სხვა ბიზნესებსაც ამ ინიციატივას შემოერთდნენ, ან ყველა ბიზნესმა, ბევრმა ბიზნესმა, რომ დაასაქმოს ასე უსამართლოდ საჯარო სამსახურიდან გამოშვებული თანამშრომელი, ამით ჩვენ ძალიან დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. საქართველოს უნივერსიტეტმა წამოიწყო პროექტი გაემიჯნე, რის შესახებაც გავიგე მეგობრისგან და გამოგზავნა ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭირო იყო, დავასაბუთე მოვყევი ჩემი ისტორია, შესაბამისი საბუთები წარმოვადგინე. საქართველოს უნივერსიტეტის პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენი შესაძლებლობები განვახორციელოთ, არ დავჩეთ შემოსავლის გარეშე და ის რესურსი, რაც გვაქვს, მოვახმაროთ კარგ საქმეს. გაჩნდა ისეთი სივრცე, სადაც თავისუფლებას და ალბათ გამოხატვის უფლებას ემენ პატივს რეალურად. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ამბავი და ნაწილი ის არის, რომ ამგვარი მხარდაჭერა გრძელდება და ამგვარი ესე იგი ტიპის ხირებულებები, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია თავისუფლებასთან, დაცული იქნება და მას ექნება ალბათ ადგილი და სავანე, სადაც ის კიდევ უფრო ალბათ თავის თავს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს.